ოჩ ბოლო რაც დაიწყო ეს აქციები აი დავიჭირე თავი რატომ მომინდა პირველ რიგში რატომ გამოვიჩინე ინიციატივა რა დავიჭირე თავი იმაზე რომ აი მარტო რო რჩები საკუთარ თავს ვლაპარაკები შეჭო. ანუ დავდივარ სახში და საკუთარ თავს ვებაზრები რა. უნდა როგორ ვებაზრები, იცი, გეუბნება ვიღაცებს ვლაპარაკები, გეუბნება ტელევიზორში ვზივარ, ტელევიზიაში ვზივარ და რაღაცებს ბაზრობ. ანუ აქციების დროს დაიჭირა თუ იქამდე ეგრე იყო და აქციების დროს დაიჭირა მე უბრალოდ. არ ვიცი, შეიძლება იქამდე ლაპარაკობ. იყო ალბათ ხო, მაგრამ ხა ყველა ადამიანი ლაპარაკობს მეტაკლებად თავის თავთან მარტო როცა რჩება, მაგრამ აქ მქონდა ის რომ აი რაღაცა გული აი ვიცი რომ გაწუხებს რა, აი რაღაცეები რომ გინდა რომ აღმოთქვა, რომ აი რაღაცეები თქვა რა, რაც გაწუხებს რეალურად და დავიჭირე თავი რომ მაგებს ლაპარაკობდი. ერთ-ერთი ისეთი წინადადება რაც თავში მომივიდა არის ის რომ 40 წლის გავხდი ცოტა ხნის წინ და ამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაიბრუნა ну სადღაც 35 წელია ხო თითქმის აი ამ 35 წელიწადში მეტი 40-ზე რო არ გავაკეთო აქცენტი იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში რანდომე ფიქრე მაგრამ თან პატარა ვიყავი ძალიან ვაფშე კონსერვი ვიყავი რა ხდებოდა საცხოვრებლად მაგრამ რაც დამოუკიდებელია საქართველოს ეხლა ზვიადის პერიოდი ნაკლებად მახსოვს რა ესე პოლიტიკურ პონჩი მახსოვს რომ გაჭირვება და უბედურება და ომი და მათ შორის ქალაქში და მედიკას პერიოდი უკვე მეტნაკლებად რაღაცებს აღვიქვამდი რა და იქიდან მოყოლებული თქვა 25 წელი სიტყვაზე ნუ იქნება 35 არასდროს მქონია დავამუხამე რა რომ განცდა არ მქონია არც ერთხელ ბიჭო აი 25 წელი ავიღოთ რა რომ სამართლიან ქვეყანაში ვცხოვრობთ აი ყველაზე დიდი ტრაგედია და უბედურება ერთ-ერთი რა ჩემთვის რაც არის რაც ეხა დავიჭირე რომ არასდროს განცდა არ მგონია რომ ეს ქვეყანა სადაც ცხოვრობთ არის სამართლიანი რომ თუ ხარ პატიოსანი ტიპი რომელიც რაღაც წითელი ხაზები გაქვს რა რაღაცებს არ იკადრებ რა უბრალოდ აი ეგეთი ტიპი თუ ხარ ვერ ცხოვრობ რა კარგად აქ იჩაგრები პირველი შეგრძნება უსამართლობის მახსოვს დაჟე ადგილი მახსოვს სად ვიყავით და მამა ჩემს ეჯექი მანქანაში სკოლიდან გამომიყვანა ალბათ არის 94 წელი 13 შეიძლება 93-ია შეიძლება არ ვიცი დედა აქ ნატირებ ყველაფერს ისეთი სიტუაცია აქ ქალაქში 5 მანქანა დადის მე მგონი და ერთი მამა ჩემი დააგორებს ან თავის 09-ს სკოლიდან გამომიყვანა და რაღაცას ვლაპარაკობთ არ მახსოვს და გმირთა მოედანზე ვიყავით აი ადგილი მახსოვს და თავის ერთ-ერთ თანამშრომელზე ფიზიკის პროფესორზე მითხრა რომ აი წინადადება მახსოვს რომ ბაზარში ყიდის ყველსო და ნუ ხა არაფერი არ უშავს მაგას ხო ყველის გაყიდვაში არაფერი დასაძრახი არა ან ზოგადად რაღაცას უყიდი მაგრამ ყველს რომ ყიდი უნდა მეურნეობა გქონდეს რაღაცა ხო ანუ გლეხი უნდა იყო ან რაღაცა ფერმერი და ეგ საქმიანობა შენი ხო ბიზნესი უნდა გქონდეს აი ნორმალურ ქვეყანაში ხო იდეალურ სიტუაციაში ყველი უნდა გაყიდოს იმ ადამიანმა რომელსაც რაღაც მეურნეობა აქვს ძროხები ყავს წველი სამძროხას ყველს ამზადებს და ყიდის და ამით ცხოვრობს და შეიძლება ძალიან კარგადაც იცხოვროს ძალიან ბევრი ფულიც იშოვოს და კარგი ცხოვრება გქონდეს მაგრამ ფიზიკის პროფესორი ყველს არ უნდა ყიდეს იმაში რა ქვია ბაზარში ხო ეგრე ფიზიკის პროფესორი უნდა ასწავლდეს ფიზიკას იმაში გპ-ში და აი ეგ შეგრძნება რომ როგორ უჭირს ხალხს და რატომ უნდა მოხდეს ის რატომ ხდებოდეს ისე რომ ადამიანს რაღაცა ცხოვრება აქვს და ამ ცხოვრებაში დაუდგა ეგეთი მომენტი რომ ფიზიკა ტიპმა მთელი ცხოვრება ისწავლა მერე პროფესორი გახდა ასწავლიდა სხვებს და ეხლა ისეთ სიტუაციაა რომ ამ კაცს უწევს იმის გამო რომ შიმშილით არ მოკვდეს ყველი გაყიდოს ბაზარში და ამავე დროს არიან ადამიანები ქვეყანაში რომ უკვე ვიცი ამ დროს ეგ რომლებიც მდიდრები არიან აი ამ გაუბედურებულ გაღატაკებულ ქვეყანაში სადაც მამა ჩემს მაგალითად ელიავაზე რამდენი წელი უკვე 60 წელია მეტი 40 არა 60 არა 55 დაახლოებით წელია მამა ჩემი ასწავლის იმაში სახელმწიფო უნივერსიტეტში ხაზოვით გეომეტრიას ხო მამა ჩემსაც ელიავაზე შამპანიურები გაუყიდია და რაღაცა კიდე არ მახსოვს რა იყო და აი ეგ შეგრძნება იმის რომ ადამიანი რომელიც პატიოსნად შრომობდა იმას უწევს ესეთი რაღაცა რომ ფიზიკის პროფესორს უწევს თქვა იქ ბაზარში წასვლა და ყველს უნდა ეშოვა იმას ხო სავარაუდოდ საიდანღაც რაღაცას იმაშვებოდა მიდიოდა ყიდდა იმიტომ რომ შიმშილით არ მოკვდარიყო და ვიღაც ტიპები იყვნენ მდიდრები ამ დროს იმ ქვეყანაში 93-ში 14-ში 95 წელს განსაკუთრებით მედიკას პოსტის მე იყო და
რომ აუტანელი რო გახდა ეს სიტუაცია უკვე შევარდნაძის პერიოდის, იმიტომ რომ უკვე აბსოლუტური უსამართლობა იყო ქვეყანაში, ბოლო-ბოლო ხალხს რომ ამოასხა, მოვიდა მიშა და მან რაღაცა ალბათ ერთი წელი იყო პერიოდი, როცა ფიქრობდი, რომ აი რაღაც შეიძლება დაალაგდეს და სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვროთ და ჩემი ფეხები ქარმა წაიყვე ყველაფერი. მე კი გვახსოვს რაც მოხდა როგორი მართლობა იყო და რეჟიმი ჩამოაყალიბა. მან დაგვენძრა ყველაზე მეტად. მე იყო 2012-ში, როცა ბიძინა მოვიდა და მანდაც გამიჩნდა, აი ზუსტად ერთი წელი იქ და სადღაც აქაც 1-2 წელი ალბათ რა, აი აქ უცნების შემთხვევაში ცოტა მეტი შეიძლება, რომ რაღაცა უკეთესობისგან შეიცვლება, რომ აი ეს მონსტრები და ეს ნაგვები მოვიშორეთ და ეხლა მით უმეტეს იმ გამოცდილების ფონზე, რომელიც გქონდა, ეს სისხლიანი 9 წელი და ეს უბედურებები, რაც ნახეთ, როგორ შეიძლება ადამიანებმა აბსოლუტურად ფეხებზე დაიკიდონ მაცხოვრებლები საკუთარი ქვეყნის და როგორ შეიძლება გაბოროტდნენ ძალაუფლებისგან, აი ეგრო ნანახი გვაქვს უკვე გამოცდილება გვაქვს შეძენილი და აი აღარ დაუშვებთ მაგას რა შანსი არა და აქაც ძალიან ცოტა ხანი გამიგზავნა ამათ მართლობაშიც აი ოღონდ ის შეგრძნება არა უკვე სამართლიან ქვეყანაში ცხოვრობთ აი იმ შეგრძნება რომ შეიძლება ოდესმე სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვროთ მაგრამ აი ხა რო უყურებ 25 წელი რო ავიღოთ დღემდე არც ერთხელ არ მქონია იმის განცდა რომ თუ ამ ქვეყანაში კანონს იცავ, კანონს იცავ, ეხლა განსაკუთრებით ბოლო დღეებში აქტუალური გახდა, ისეთი კანონი მიიღეს რამდენიმე, რომ უკვე ცოტა რაღაც საშიში გახდა იმ სიტუაცია და ცხოვრება აქ, მაგრამ ეგრეც დავანებოთ. ზოგადად რა, ადეკვატური კანონები რაცაა, რომ არ იპარავ, რაღაც კაცს არ კლავ, სულ რაღაცებს არ აკეთებ რა. კარგი ნორმალური ადამიანი თუ ხარ, კარგზეც არა, ნორმალური პატიოსანი ტიპი თუ ხარ, თუ გაქვს რაღაცა შეგრძნება მორალის. აქ ვერ ცხოვრობ კარგად რა. აქ კარგად ცხოვრობ თუ ხარ რაღაცა. ხო, აი უმეტესად ეგრეა. აი ვიღაცები ყველასგან არ ვამბობ მაგას, კაცო, ვიღაცები არიან. პატიოსანიშნავით რომ მიაღწიეს რაღაცებს, კი ბატონო. მაგრამ ძალიან რთული არის და იმ პატიოსან ადამიანსაც ძალიან ხშირად უწევს ძალიან ცუდი რაღაცებს კეთება არა, მაგრამ ისეთ რაღაცებს და წასვლა უწევს. დათმობები უწევს რაღაცეებს თავისი მორალური გადმოსახედიდან რა, იმიტომ რომ არაა სხვა გზა რა. ხო ვიცით ახლა როგორ იყო დაალაგებული რეალობა შევარდნაძის დროს, როგორ იყო დაალაგებული რეალობა სააკაშვილის დროს და როგორ არის დღეს დაალაგებული რეალობა. ხო ძალიან ძნელია რომ ადგე და რაღაცა კარგად, ძალიან კარგად იცხოვრო და ვთქვათ შენი სამოქალაქო პოზიციის სიტყვაზე ყველაზე ელემენტარული რაღაც დაფიქსირების არ გეშინოდეს. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც რაღაცას აკეთებს ამ ქვეყანაში და კარგად ცხოვრობს, როგორც მინიმუმ ჩუმდება რაღაც სიტუაციებში და არ ამბობს თავის სათქმელს, იმიტომ რომ ეშინია რომ რაღაცას დაკარგავს. არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით არ ჩუმდებიან, მაგრამ იქით თავრობის პოზიციას აჟღერებენ და აფიქსირებენ, იმიტომ რომ ეგრე აწყობთ. იმიტომ რომ ეხლა კარგად არიან და მიკედლებულები არიან ასე. მე შენზე ცოტა პატარა ვარ და წინა აქციები იყო ჩემთვის 2012 წლის ეგეთი რომ იმედის მომცემი შეიძლება ყოფილიყო ჩემთვის, იმიტომ რომ მაგის უფრო მჯეროდა და ვიდექი კიდევაც გასული იყო ქართულ ოცნების მაისურიც მეცვა და ძალიან გულანთებულად ვაპროტესტებდი და ეს ფრაზები დღეს რაც მესმის სისტემა უნდა დაინგრეს იყო მთავარი მესიჯი და დღეს ჩვენ ვესწრებით ახალი იმის დაბადებას ეს მაგ ისეთი ცუდი დეჟავუ მაქვს რომ მესმის ჩვენ ახალი საზოგადოების დაბადებას სად არის აბა ანუ რის გამოც ვიდექით ზუსტად ეგ შეგრძნება მქონდა იცი უსინდისო იყო ოღონდ გუშინ ვიფიქრე ზუსტად ეგ ოღონდ მე სხვა დეჟავუ მაქვს მე ამათ თავრობის წარმომადგენლების გამოსვლებს რო უსმენ აქციებთან მიმართებაში ბოლო დღეებში რაც ლაპარაკობენ სააკაშვილი და ის სასწავლებელი და იგივეა ბიჭო ერთ-ერთი დეჟავუ მაქვს დაიდო ის შედარებიც დადეს ერთ-ერთი ლაპარაკობენ ზუსტად იგ ნანახი მაქვს რა გუშინ მქონდა შეგრძნება რომ ეს ფილმი ნანახი მაქვს თო აღარ მინდა რა ვიყავი ამ ფილმზე უკვე ყლეობა იყო ცუდი ფილმი იყო თან